4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმიშელეს. სახელმწიფო ბრალდება 5-ვე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. როგორც პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავდა, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს. ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმდნენ. ისინი საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობაზე საუბრობდნენ და დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ. პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, მათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან. ლაშა ბერიძე სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ბრალდება 1 მუხლით 225 მუხლის პირველი ნაწილით წარადგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. დღეს სხდომაზე მოძრაობა რუსთაველის გამზირის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ირგვლივ დეტალურად ისაუბრა. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ კი სასამართლოში ხალხს ძალების მოკრებისკენ მოუწოდა. შეიძლება მთელი საქართველოსთან წარმომადგენლები, რადგან ჩვენ ვიგზელით ჩვენ ქვეყანას საშუალებაში და ჩვენ ჩავადარეთ ეროვნული კრებების გამოსხადებული. ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ დღეს საქართველოს არის დამოუკიდებლობაზე და ის არის გადასაჭი. ჩვენ ვივიღეთ დეკლარაცია და ჩვენ გამოვაცხადეთ სულ ცოტა ხანი დაჭირდება თქვენ ახალ, როცა კონსტიტუციონალისტები და მეცნიერები და ისტორიკოსები დაჟდებიან იურისტებს ერთად და ამ დღეს აღნიშნავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამარჯვების დღეს საქართველოს ისტორიაში. ეხლა რა მოხდა ოქტომბრის 3-ის შემდეგ ბატონო პროკურორმა რაღაც ძალიან ისე მე ადამიანი როცა ჩემს ცხოვრებაში მარტო ბავშვებს ვეხმარებოდი, ახალგაზრდებს ვეხმარებოდი, ყველაფერს ვაკეთებდი. და მე მოვუწოდებდი მიდით დაარწმუნდით, განან მოხალით ზერეთ დაიჭერეთ. ნუ ეს თუ დაიჭერეთ, იბადო, თქვენ დაიჭერეთ. როგორ შეიძლება ვიღაცა მოვუწოდებდი ამას დაარდა. აი როგორ არის უმენია პროექტი რაღაცას ესწრება. კარგი, მოჩე ესე ჩავედით, იქა რომ სანამ ჩავედით სასახლესთან, უკვე ჯებირი მოტეხილი. როდავინახოთ შეტაკება იცნება, გადაუძველი ამ ჯებირზე ნახეთ, ვიდეოებიც იქნება არასდროს. და მივედი პირდაპირ როგორ გქონდეთ. სამართლო ვიჭერო აღინა, აქეთ ვაჭერებდი ჩვენ, მუხტაზე აქეთ დაჭერებდა და მე იქეთ ვაჭერებდი. ხალხს რამის შეტაკება არ ნახდა. სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ივანიშვილის სტილოსმა განსაკუთრებით ძალოვანი ინტერვიუში მაგასთან შეუშალოს ბოლოსაურის საქართველოს მიმართ სისტემა. აი ესე არის რა, მედია არის მოხალისეების ეგარაა შეჯერებული და ასაშოს ამოხდება. განსაკუთრებული ზიზი რატომ არსებობს, რატომ ხარდა გორმოსის წარი ეს მე შეიძლება უმეტი ამოშეკა ადამიანები რომელსაც არ შეგვიძლია ისეთი შეცდომა გამიშეს ძაფრი ნეგატიური მომენტი ჩემი რესურსი დაუკარგია და შეცდომა ის არის ეს მოსახულო ისე როგორც მას შეიძლება რომ ამოყუროს ეს შუდობიანი რევოლუცია და ამის ერთ-ერთი სხვა
სიტყვის უფლებით ისარგებლეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ და პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ. როგორც მანჯგალაძე ამბობს, ის ყოველთვის ამბობდა, რომ მხარს უჭერდა აქციას, მაგრამ არ იყო ორგანიზატორი. მისივე თქმით, ხალხი აქციაზე სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა და თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა, კიდევ გამოვა. ირაკლი ნადირაძემ პროკურორებს მოუწოდა, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობაზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზე და სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზე ბრალი ბიძინა ივანიშვილს წარუდგინონ. ლაშა ბერიძემ მიმდინარე პროცესების კონტექსტში პარალელი 1924 წლის აჯანყებასთან გაავლო და თქვა, რომ დაკავებულები აჯანყებულების ბედს არ გაიზიარებენ და გაიმარჯვებენ. არასოდეს ცხოვრებაში პასუხისმგებლობას არ გავცემა, რაც მოვალში ვაპირებდნენ პასუხისმგებლობას გავიცე. მაგრამ წარმოგიდგენთ, რაც არც ერთ ნაწილში არ მოგვიყვება. პირველი ნაშთებია ეს არის დამხობა, ფაქტობრივად კონსტიტუციური დამხობა სახელმწიფოს. თუ ინე დამხობს და თუ ინე თავზე დამხობა ეს კონსტიტუცია ეს არის ძინაების რეჟიმი 2020 წელს ალბათ ის ხელისუფლება არავინ არ აღიარებს ის ლეგიტიმაციას. პროექტის შარშა ნოემბერში ამისადეს ქვეყანა ამილიონერობისკენ და ზუსტად ეს იყო სწორედაც კონსტიტუციური დამხობა. თუ იმეს ყავს ამბოდანაში თუ იმეს ყავს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, ესეც არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული რეჟიმი. ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი. მშვიდობიანი ბრძოლა ძალიან სპეციფიკურია. ის რომ მე დღეს აქ ვზივარ და ტყვევარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად. მე მეომარი ვარ, ტყვევარ კი ბატონო, აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს. ერთ პარალელს გეტყვით, რომ ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ. პირველ რიგში ბოდიში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგას, მაგრამ რასაც გვედავებიან, არც ერთ ნაწილში არ გრძნობ თავს დამნაშავედ. მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ მოქმედებდი. ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება. ამის იქით არც ერთი სიტყვა არ მithქვამს, არასდროს და ახლაც იმავეს ვამბობ. ჩვენ გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და მოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის, არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა ხალხი და კიდევ გამოვა, თუ ეს უსამართლობა გაგრძელდება. ჩვენი мотиваცია არ არის ვინმეს განადგურება. мотиваცია არის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. იმ აქციაზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოითხოვდნენ ცვლილებას. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მე მხარს უჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი. სანამ ბრალდებულები სიტყვის უფლებით ისარგებლებდნენ, დაცვის მხარე მოსამართლე მარიდაშვილის აცილებას ითხოვდა. საფუძვლად კი მისი ობიექტურობის შესახებ კითხვის ნიშნების არსებობას ასახელებდა. ლელა მარიდაშვილი, რომელიც მოსამართლედ გამოსაცდელი ვადითაა დანიშნული 2017-23 წლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქართული ოცნების წევრი იყო. მან საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატების განცხადებით დღეს დაკავებულები ქართული ოცნების წარმომადგენელმა გაასამართლა. მათი თქმით, არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ მოსამართლე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბრალდებულები 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს. დაკავებებს წინ მრავალათასიანი აქცია უძღოდა. 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მოძრაობა რუსთაველის გამზირმა ეგრეთ წოდებული სახალხო კრება დაგეგმა, რომლის მიზანსაც როგორც ორგანიზატორები ამბობდნენ, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუცია წარმოადგენდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის მურთაზ ზოდელოვას გამოსვლის შემდეგ ნაწილმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია. ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ 13 ადამიანია დაკავებული.